ის რომ არ ჩატარდა პომპეზურად ყოველგვარი მილიტარისტული აღლუმების ჩატარებით, რომელიც აქამდე ტარდებოდა და ჩვენ ვიწყებთ დამსგავსებას იმ ევროპულ ქვეყნებს, როგორიც არის ბალტიის ქვეყნები და რომლებიც ესე ნორმალურად, კლარად, მშვიდად ცდილობენ ევროპისკენ სვლას და ამით თითეული საკუთარი მოქალაქის გაძლიერებას. Კიდევ ერთი საკითხი, რომელიც უშუალოდ უკავშირდება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას, ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ვერადავერ მოგვარდა. 20 წელი გავიდა, მაგრამ თავისუფლების ჭესმარით სურს, რასაც იწვევს თვითმმართველობის განხორციელება საქართველოში, ჩვენო მოქალაქეებმა ვერ მიაღწიეს. დღეს მიმდინარეობს თვითმმართველობის კოდექსის პროექტის განხილვა და იგი მიმდინარეობს პოლიტიკური პარტიების გარეშე. დადის ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მისი მინისტრი, პირველი მოადგილე, კანცელარია აცნობენ სხვადასხვა ქალაქებში და სოფლებში ჩვენს მოსახლეობას თვითმმართველობის კოდექსს, ოღონდ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც აქვთ პრეტენზია რომ ჩაერთონ ამ უმნიშვნელოვან საკითხზე, რასაც ქვია ქვეყნის თვითმმართველობის სახელმწიფოებრივი გადაწყვეტა, ვერ მონაწილეობენ და ამიტომ არასაპარლამენტო ოპოზიციამ გადავწყვიტეთ, რომ ჩავატაროთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, როგორც ჩვენ, ისე უცხოეთის შეკრება და იგი გაიმართება ზეგ 12 საათზე რედისონში, რათა ჩვენი პროექტი, ჩვენი ხედვები წარუდგინოთ მოსახლეობას. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ძირითად აქცენტს ვაკეთებთ მიმართულებაზე, როგორიც არის ქონებრივი საკითხი, როგორიც არის ფინანსური საკითხი, როგორიც არის არჩევითობის საკითხი და როგორიც არის გუბერნატორის ადგილი თვითმმართველობის საკითხებში. ასე რომ გიწევთ ყველას მოგზანდეთ და ერთად დავიწყოთ ბრძოლა იმისათვის, რომ ჩვენ გქონდეს გამართული თვითმმართველობა, ჩვენ გქონდეს სწორი თვითმმართველობა, ჩვენ გქონდეს ფინანსურად დამოუკიდებელი თვითმმართველობა, რაც არის გარანტია ჩვენი თითეული მოქალაქის კეთილდღეობის. ეს არის, ესე იგი, არასაპარლამენტო ოპოზიცია, ძირითადად მონაწილეობს ის პარტიები, რომლებიც კვალიფიციური პარტიები არიან, მოწვეული გვეყოლება საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და გვინდა ჩავერთოთ სერიოზულად ამ პროცესში, იცით რომ ძალიან ჩქარიტებით მიმდინარეობს ყველაფერი, უკვე შეტანილი არის პარლამენტში ეს კოდექსი, ამდენად დრო ძალიან ცოტა არის და ამიტომაც არის ჩვენი მიმართულება ესეთი დაჩქარებული ტემპით, მიუხედავად იმისა, რომ იცით რომ თვითმმართველობის კოდექსი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავრობის ცვლილება, რომელიც ახლა მიმდინარეობს ერთგვარად ერთ პროცესად შეიძლება განვიხილოთ, ამიტომაც ვფიქრობთ, რომ დროის დაკარგვის საჭირო აღარ არის და ეს პროცესი უნდა დავიწყოთ. ძალიან დიდი მადლობა.